გამარჯობა, მეგობრებო. მოკლედ ბოლო ვიდეოდან გასულია 1 წელი და 1 კვირა, ალბათ ან ცოტა მეტი და ეს მოკლედ პატარა ვლოგივით გადავიღოთ. თან რაღაცებს გაჩვენებთ, თან რაღაცები მინდა ანახოთ, ახალი ამბებიც მაქვს პატარა და ეხლა მოკლედ ძალიან მოკლედ რო გითხრათ, მეც ძალიან მათ არ ჩაუძიებული ვარ, მაგრამ ბავს, მაგრამ ესე იგი, პოლონეთში როგორც გერმანიაშია, პლასმასის შუშის და ალუმინის ქილებზე მოკლედ რო აბარებ და ან თანხას გაძლევენ და ან ჩეკს, შემდეგ რო შეიძინო პროდუქტები და ასე შემდეგ, აქაც ეგეთი რეგულაცია შემოვიდა რა. ხო და ეხლა მივდივარ მოგროვებული მაქვს პლასმასის ბოთლები ძირითადად და მე მაგ ჩეკს რასაც მომცემს გამოვუჭერებ მაღაზიაში და გაჩვენებ მოკლედ რა როგორ ხდება. ეხლა მეტროში ჩავდივარ, ერთი გაჩერება მიწევს და წავალ აშანში. აპარატი დგას ჩვეულებრივი და ყველაფერს აგიხსნით. ესეთი მეტროს სადგური გვაქვს ჩვენ. შემოვა ეხა Uwaga, pociąg, kierunek Brudno. ესეთი მეტრო გვაქვს შიგნიდან. როგორც საქართველოში ჩაკეტილი ეგრე არ არის რა, ანუ ბოლომდე არის ღია. Następna stacja თავიდან ბოლომდე არის ღია. აქ ესეთი სარეკლამო მონიტორები, აქ გაჩერებები და დროაწერია და ასე შემდეგ. არ არის სუდი. ეხლა ეგრევე ჩავდივართ გაჩერებაზე. და ნახოთ რა იქნება. ჩემი აზრით სადღაც დაახლოებით 30 ზლოტი უნდა ამოვიდეს ამ პარკიდან ეხლა რაც მაქვს. აი ამ ხელას რა. მე მეგონა ამ თლიანი იქნებოდა რომ ვავსებდი რა, ანუ ბოლომდე გავსებული, მაგრამ არ იყო. რავი რატომ ამოჩვენა ეგრე არ ვიცი. სულ 3ჯერ წამოვიღე. და პირველ ჯერზე მოკლედ 59 ზლოტი იყო და დაახლოებით 10 ბოთლი არ გაატარა. ნუ ჯერჯერობით რაღაც ხარვეზები და რაღაცები არ გამოსასწორებელი და ასწორებენ და მეორე ჯერზეც სავსე მქონდა. და სამწუხაროდ ვერ გავატარე, იმიტომ რომ ბოთლზე რომელიც ბარდება, დატანილი უნდა იყოს აუცილებლად კაუცია 50 გროში. ესე აწერია პატარა ოთხკუთხედში. ძირითადად კოკა-კოლის კაპის წვენები, ქილები, ენერგეტიკული სასმელები და წყლის პლასმასის ბოთლები რა. როცა მოვიტანე ეგ მეორეჯერ, ანუ უკვე შეცვლილი იყო და რაღაცა პარტია იყო, რომელსაც ეწერა, რაღაცა არა და ეხა ისეთები მაქვს ყველა არჩეული, რომელსაც აწერია და ეგ კაია რა. ესეთი ლიფტია ვარშავაში, მეტროში. აი მოკლედ მოვედით აქ ბოლა პარკში. აქ არის დიდი აშანი, ანუ ჰიპერმარკეტია, მაგრამ აშანის სუპერმარკეტებში დგას ეგ აპარატები რა. ხო და პატარა სუპერმარკეტში არ მიცდია, მაგრამ უეჭველი ჩვეულებრივად იქნება რა, როგორც აქ რა. აქ ძალიან დიდი აპარატი დგას, ანუ მთლიანი ოთახი ექნებათ უკან. ნუ ძალიან ბევრი უნდა მიიტანო, ეხლა რო არ ჩაეტიოს სადმე, მაგრამ ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება იქაც რა. და ჟაბკაზე რო წავიკითხე, ანუ ჟაბკაში შეგიძლია მოლარესაც ჩააბარო ხელზე. და ეხლა რა ხდება იმაზე, რა ქვია, შუშის ბოთლებზე. ესე იგი, შუშის ბოთლებზე
შეგიძლია აიღო ქეშით ახაც რა. ხო და ქეშთანხას იღებ იმ შემთხვევაში თუ არის შუშის ბოთლი მარტო. ამ შუშის ბოთლებსაც აწერია უკან ზვროტნა და ბეზზვროტნა. ნუ ბეზზვროტნა რომელსაც აწერია იმას ვერ ჩააბარებ რა. და 1 ზლოტს იხდის შუშის ბოთლზე და ნუ ყველაზე ოპტიმალური მაინც ის არის რა. პლასმასი და ქილა რა. 50 გროშს იხდის ორივე ეს. თითოზე. აი მოვიდი რა. ეხლა შევალ. წავიდეთ. ესეთი ეხლა მივალ და განახებთ რა ხდება. აი ეს მოკლედ ამ კონკრეტულში საიდანაც მოვიდოდი პირდაპირ წამოხვალ და მარჯვენა შემოსასვლელიდან მარჯვენა ბოლო კუთხეში არის აი ესეთი რაღაცაა მოკლედ რა. უტელ კომად. აგერ არაფრის დაჭერა არ უნდა თავიდან, ახლა გაჩვენებთ რა როგორ არის რა. აი ქილაზე 50 გროში 1 ლიტრამდე ქილაზე ეს ბოთლი შუშის 1 ზლოტი და 3 ლიტრამდე პლასმასის ბოთლი, რომელსაც აწერია ესე კაუცია 50 გროში, კაუცია 50 გროში 3 ლიტრამდე პლასტიკის ბოთლსაც იბარებენ. არ უნდა გქონდეს წაშლილი შტრიხ-კოდი, არ უნდა იყოს დაკუჭული და არ უნდა იყოს სავსე, ნუ რამე არ უნდა ესხას შეკეთდეს რა. ეხლა გაჩვენებთ რა როგორ არის. აქ თუ რამე დაგჭათან არ მიიღო აპარატმა, აქ შუშის ნაგვის ყუთი, აქ პლასტიკის ნაგვის ყუთი. ესეა მოკლედ რა. ეხლა გაჩვენებთ როგორ უნდა ჩავსვათ ბოთლები. აი დავიწყო. კაუცია 50 გროშია, ამბობს აწერია. ანუ არა აქვს მნიშვნელობა, მაინც და მაინც ერთ და იგივე მაღაზიაში უნდა იყოს ნაყიდი თუ არა. პირდაპირ რა, ან ძალიან დაკუჭულიც არ უნდა იყოს. ამას აწერია. აი აქ ეწერება უკვე 2 ბოთლი ხო შეუშვი და თან ახალია პლასტიკის ბოთლი 1 ზლოტი. მოკლედ წერად რო გავიდა სანამ ეს შავი ის კაუსის პარკი და დრო რო გადის მე ავტომატურად გაძლევს და ესეთი ჩეკია რა, აი აქედან გამოდის. ეხლა გავახსენებ და ჩავყავს. აი ბოლო 2 ბოთლიც დაგვრჩა. ხო, აი ამას არ აწერია არც ამას და გამოვიდა ზუსტად, ანუ 30 ზლოტი ვთქვი და ზუსტად 30 ზლოტი გამოვიდა. მაგრამ ცალკე ჩეკი გაქვს კიდე ის რა ქვია, 3 ზლოტია რა. აი 1 კილა მქონდა და 59 ცალი ბოთლი. ეხლა დავაჭერთ. ბოთლი ეს. ეს ვერტი გადავავიდეთ. მოკლედ ესე მეგობრებო. ამოგვივიდა 33 ზლოტი. რატომაც არა. როცა შეგიძლიათ და გაქვთ საშუალება რომ მოიძიოთ ესეთი პლასმასის ბოთლები, რატომაც არა. ხო, ან მარტივია საერთოდ არც გზიმი არ არის. სულ არის 5 წუთის საქმე და მაღაზიაში თუ მოხალთ პროდუქტების საყიდლად, ეხა საჭმელი სასმელი ყველას გვჭირდება. ჩვეულებრივად ხაზდაკლება ჩათვალეთ. ამ აშანს აქვს თავის ბენზინგასამართი სადგური რა. ხო და ბენზინზე არ ვიცი თუ მოქმედებს რა, ბენზინის ჩასვლას ეგ არ ვიცი, ვერ გეტყვით. ეხა ეს ჩეკები მოკლედ შეგიძლიათ გაატაროთ სალაროში. პირდაპირ მოლარისთან ან თქვენი თორვატარის თვითმსახურების სალაროები როა მაგ რა. თან პლუს გარემოსაც უფრთხილდებით. რესაიკლინგს ვაკეთებთ. ყველამ რო გააკეთოს და ვინც ძირს ყრის იმან ძირს რო არ დაყაროს და
ასე და ასე შემდეგ. რავი, კაი იქნება რა, შენთვისაც კაია, გარემოსთვისაც კაია. ნაგავი აღარ იყრება ძირს და რა ვიცი, კარგია რა მოკლედ რა. მე ხა ისეთი სამსახური მაქვს, რომ ისეთ სამსახურში მუშაობ, რომ მაქვს მარტივი წვდომა ბოთლებზე მოკლედ და ესეა რა. შეიძლება ვაპირებ ცოტა გააქტიურებას და ნახოთ რა. დროებით მოკლედ. მადლობა ყურადღებისთვის. დავალ ხა მოვიუაჭრებ დროებით.